Se არ ვიცი, დიდი ხანია პირდაპირ ეთერში არ გამხარებია არაფერი, ეხლა როდესაც მომწერეს, რომ პროდიუსერებმა რომ სანდრო გამოვიდა და ხაზზე ყავსო, პირველ რიგში რა არის შენი სათქმელი? ძალიან შევწუხდით ყველანი იმით, რაც შენ გადაგხდა თავს და მოგვიყევი რა მოხდა, როგორ გაიარე ეს დღეები და ეხლა რა სიტყვა? პირველ რიგში ისი თქვაც მინდა. პირველ რიგში ისი თქვაც მინდა ის არის, რომ სისტემა, როდესაც ჩემ ხელად ბიჭებს და გოგოებს დაძდევს, იჭერს, ჯარიმებს უწერს 10 დღე, ციხეში და საპრობილებში ათავსებს. ვაი, ბოდიში ერთი წამით დედი. დედი. როგორ ხარ? დედას მიულოცე, სანდრო, ძალიან განვიცდი. დედას ნერვიულობას ძალიან განვიცდიდი. მიულოცე დედას. კაი, კარგად. კაი, რას გევარ, აგიდა კარგად ვარ. კაი, ბოდიში ძალიან დიდი ყველას უბრალოდ. კაი, დედასაც ექნება ალბათ სათქმელი ბევრი. კი. დედი, კაი, კარგად ვარ, არიტირო, კარგად ვარ, დედი, კარგად ვარ. დავშვიდი, დედი. კაი, მოკლედ სათქმელს გავაგრძელებ და მე ცოტა მოკლედ პირველ რიგში ისი თქვაც მინდა სისტემა როცა ცოტა ძნელია, მაგრამ მოკლედ უცებ ვიტყვი რა, როდესაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი დაძდევს ჩემხელა ბავშვებს და ჩვენი ეშინიათ და 1000 ბრალდებას გვიყენებენ ყოველგვარი სამხილის გარეშე დაუმორჩილებლობის ბრალი დამაკავეს, მე და თითქოს პოლიციის კორდონს შურდულით ქვებს ვესროდი თუ რაღაც ეგეთი სისულელი დამიდეს ბრალდებაში და ამ ყველაფერს როცა ვხედავ ჩემი თვალით და ამ ყველაფერს თქვენ საზოგადოებაც ხედავთ, ტელევიზიაც ხედავს, ძალიან მარტივი დასანახია, რომ რეჟიმი გაშიშვლდა. ესაა მართლა რეჟიმის გაშიშვლება. მე შეიძლება 10 დღე დროებით მოთავსების იზოლატორში ვყავდი და თითქოს თავიანთ ჭკუაში მომაცილეს აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ უფრო მეტი ენერგიით, უფრო მეტად გამოძინებული გამოვედი და რუსთაველის გამზირზე ისევ ჩემ მეგობრებთან ერთად ვიდგები და არ დაუშვებ არანაირი შემთხვევაში, რომ ამ ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას მერე პრეზიდენტი ყაველაშვილი იყოს და როგორც არ უნდა მოინდომონ აქ მათი საბოგინო და რაღაცა როგორ თქვა, სათამაშო მოედანი ვერ იქნება რა. შეიძლება მე დამაკავონ, შეიძლება სხვები დააკავონ, მაგრამ ამით ვერაფერს ვერ დააკლებენ იმ ენერგიას და მოძრაობას, რაც ახლა არის რუსთაველის გამზირზე და როგორ გეპყრობოდნენ ძალიან საშინელი ისტორიებს გვიყვებიან ადამიანები, ვინც იზოლატორებიდან გამოდიან. შენთან როგორ ხდებოდა, როგორ გეპყრობოდა? პირველად როცა გადამიყვანეს, ანუ პადიეზდი და როცა მომიტაცეს, ანუ მაგას არ ერქვა დაკავება, როცა სადარბაზოდან მომიტაცეს ჩემი მეგობრის სახლიდან, მაშინ ჯერ მანქანაში მუქარა, გინება, ლანძღვა ხო, ნუ ამაზე საუბარი ზედმეტია. პირველად გადამიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში, კარგად მახსოვს, მე-5 სართულის მე-15 კაბინეტი იყო და ერთი პოლიციელის სახელი გვარი დამამახსოვრდა, დომენტი ხოშტარია იყო ერთ-ერთი, რომელიც იგინებოდა ტანსაცმელი ერთი ფენა შემომახია შარვალი, რაც მეცვა გარედან და მუქარა რომ თუ არ გავჩერდებოდი კიდე უარეს ბრალდებებს დამიყენებდნენ 1000 რაღაცასა და შენ წინააღმდეგ მე ნუ ადვოკატს და ექიმს ვითხოვდი, მაგრამ გლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ნუ არც ადვოკატი ესმოდა და არც ექიმის შეძახილი და მე უკვე მოვიდა არასრულწლოვანთა საქმის გამომძიებლები და იმათმა გააფორმეს, რომ თითქოს იმათმა დამაკავეს და ეს ერთ-ერთი იყო ირაკლი აფშილავა, რომელმაც უკვე ნუ მანქანაში რომ გადამიყვანა, კი ცივილურად დამიწყო მოპყრობა და რა თქმა იქ აღარ ყოფილა უკვე აღარანაირი არც გინება, არც ლანძღვა, არც ცემა და ტყეპა, მაგრამ მე ეს აფშილავა და მისი გუნდი სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ადამიანების შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ პირველად ჩემთვის, ჩემს სასამართლოზე სრულ მოწმეება დადგეს და თქვეს, რომ თითქოს მათ ვაგინე და გაუწიე წინააღმდეგობა, როცა ჩემი დაკავება უნდოდათ და მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ადამიანების შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, გული მწყდება, რომ ესეთი ადამიანები ჩემს სასამართლოზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ თითქოს მე მათ დამაკავეს და მათ გაუწიეს სიტყვიერი წინააღმდეგობა და ამის გამო მე 10 დღე ვიჯექი ციხეში და იმედია დაფიქრდებიან იმაზე, რომ ის რაღაცა ხელფასი და კაპიკები არ უღირთ რეპუტაციის შერცხვენად. მათი სახელი გვარი ხო ყველა მიცით და ყველა მიცით ვინ არიან და ყოველდღე ქუჩაში ვხედავთ ამ ადამიანებს და ისეთ ადამიანებს
ადამიანებს, ვინც რეალურად ძალადობენ და რეალურად ჩადიან დანაშაულებს, ნუ გადაეფარებიან, იმიტომ რომ მათი უფროსობა საერთოდ არ დაინდოს. მოვა მათი დრო, მათაც რაღაცას დაუდებენ ბრალად და მათაც ისევე დააკავებენ, როგორც მე დამაკავეს. ის რომ პოლიციის თანამშრომლები არიან, არის ჩანს რომ რაიმე ჩემზე მეტი დაცვა აქვთ იმათ, ვინც დღეს ხელს αφარებს მსგავს კრიმინალებს და მართლა ბანდიტებს. სანდრო, დედას ხო არ სურს რამის თქმა, ძალიან განიცდი და ძალიან ნერვიულობდა დედა და მძიმე იყო მისი მოსმენა. ხო, მესმის. მაშინ დედას მივცემ ეხა მე საშუალებას, რომ ჩაგეხუტოს და მოგეფეროს. წარმომიდგენია მე რომ ვიყო მის ადგილას. ეხლა მომინდებოდა რომ მალე გაანთავისუფლონ ჩემი შვილი, რომ მოვეფერო და ჩავეხუტო. მოკლედ, კარგი ბიჭი ხარ შენ მაგარი ბიჭი ხარ, კარგი მოქალაქე ხარ. თუ მოდი. კითხე რა, გაგეშიდობებით ბოდიშით რომ ესე კარგი. დედი შეძლებ ინტერვიუ რომ ისე კარგი, დედას მიულოცე რომ გეხუტება და გავიყვანთ ეხლა ამ კადრს პირდაპირ ეთერიდან. ძალიან ამაღელვია.